ნორმალური კაი ხელბასი რა ეკნებათ, სამუშაო რა ეკნებათ, აი ეგ არის კარგი ისა. საქართველოში რო არ არსებობს იმას ნიშნავს. ახლა ნორმალური ცხოვრება რო არა გვაქვს, ეს ყველამ კარგად ვიცით. არც სამედიცინო კურსი და არც არაფრით ამ ქვეყანაში. და მე მგონი რავი არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს ესეთ ცხოვრება თუ გაგრძელდა ბოლომდე. ღირსეული ცხოვრება, აი ელემენტარულები რო ყველაფერი ქონდეს და ვჭამოთ პური. მეტი არაფერს ვთხოვებთ. წამლები ვიყიდოთ და პური ვჭამოთ. პენსიონერებზე იყოს სამედიცინო მომსახურება, იყოს აი ეს კომპიუტერი ტომოგრაფია ვერ გადაგიღია პენსიონერებსა. 500-400 ნახევარი ჯდება და როგორ გადავიღო? ისე მე 4 სტადიაზე რომ მევალ და საოპერაციო ნახე მე რა მამფინანსე, მე რაღაც მე მადაფინანსება თუ და გავიღო რამ ტყიორ მოვირჩინო, ხო შეიძლება. რომ იყოს 200 ლარი იყოს პენსიონერებზე რაღაცა 200 ნახევარი ცოტა შეღავათი იყოს პენსიონერებზე. რა თქმა უნდა, კარგს ნიშნავს, მაგრამ სად არის? არ არის. და გაჭირვებულები ვართ მართლა რა. სერიოზულად.